სახელითა მამისათა დadzისათა დაწმინისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთი. დღეს ჩვენ ღვთისმსახურებაზე წავიკითხეთ ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული მონაკვეთი, სადაც საუბარია მაცხოვრის მიერ ჩადენილ სასწაულზე, კერძოდ განკურნებაზე ერთ-ერთი ქალისა. საუბარი სახარებისეული ასეთია. ერთ-ერთ შაბათ დღეს შევიდა მაცხოვარი სინაგოგაში, ძველ ქართულში არის შესაკრებელი სინაგოგა, ითარგმნება ქართულად როგორც შესაკრებელი. შევიდა მაცხოვარი ერთ-ერთ შაბათ დღეს ამ შესაკრებელში სინაგოგაში, სადაც იყო ქალი, ძველ ქართულში არის დაღონებული და ვერზე აღიხილავდა ზემოთ. დაღონებული ნიშნავს მოხრილი და ვერ იყურებოდა შესაბამისად ზემოთ. ადამიანებს ვერ ხედავდა ის. მთელი ყურადღება, მთელი მზერა მიპყრობილი მისი 18 წლის განმავლობაში იყო მიწისაკენ მხოლოდ და მხოლოდ. როცა დაინახა მაცხოვარმა ეს ქალი, შეებრალა, დაადო ხელი და ეუბნება: განთავისუფლებულ ხარ უძლურებისაგან შენისა და აღემართა ეს დედაკაცი. მაგრამ იქვე დგას სინაგოგის მთავარი. შაბათი დღეა, ებრაელთათვის ყოვლის უქმი. და ეუბნება ხალხს, ოღონ მაცხოვრის გასაგონად. არსებობს 6 დღე, ამ დღეებში მობრძანდით და განიკურნენით, მაგრამ არა მე-7 დღეს. მაცხოვარმა მას მიუგო, ორგულო, ნუ თუ კაცად ნიშნავს ყოველი თქვენგანი, ნუ თუ არ ახსნის თავის ვირს და თავის ხარს, რომ წაიყვანოს შაბათ დღეს და წყალი დაალევინოს. ხოლო ეს დედაკაცი 18 წლის განმავლობაში ეშმაკს ყავდა შეპყრობილი და ნუ თუ არ უნდა განკურნებულიყო დღესა შაბათსა. ეს იყო მაცხოვრის სიტყვები მიმართული ამ მთავრისადმი, ამ ხელმძღვანელისადმი სინაგოგისა. ჩვეულებრივი ეპიზოდი სახარების. მაგრამ თუ შევადარებთ ამ თხრობას სხვა განკურნებებს, უჩვეულოა თავისი სტრუქტურით, თავისი შინაარსობრივი დატვირთვით. რა არის უჩვეული აქ? უჩვეულოა ის, რომ დედაკაცი ავად კი არის, მაგრამ მხოლოდ ავადობა კი არ არის მისი აქ. როგორც მაგალითად ავიღოთ სისხლ მდინარე ქალისა. გახსოვთ ჩვენ ამ რამოდენიმე კვირის წინ ქონდა საუბარი ამ დედაკაცზე, რომელიც უკნიდან მივიდა მაცხოვართან, ეხება და იკურნება. ასეთი მდგომარეობა არ არის. ანუ ჩვეულებრივი ავადობა არ არის აქ. აქ არის ავადმყოფობა, რომელიც ეშმაკის შეპყრობილობიდან გამომდინარეობს. მაგრამ მეორე მხარე აქ უცნაური. თუ ეს ბუნებრივი მოვლენა არ არის, ესე იგი წელში მოხრა ეს დაღონებულობა ქალისა, თუ ბუნებრივი არ არის, არამედ ეშმაკის ზემოქმედებით ხდება, მაშინ უჩვეულოა მეორე მხარე. შევადაროთ სხვა შეპყრობილებს, სახარებისეულს. აი ავიღოთ კაცმა, რომელმაც მიიყვანა მაცხოვართან თავისი ყრმა ჭაბუკი და თხოვნით მიმართავს მაცხოვარს. ეს ჩემი შვილი მრავალი წლის განმავლობაში ეშმაკით არის შეპყრობილი და ზოგჯერ ვარდება წყალში, ზოგჯერ ცეცხლში. მაგრამ გადარჩენილია სასწაულებრივად და გთხოვ განიკურნო. ესე იგი
ჭკუაზე არ არის ეს ბავშვი. შეპყრობილი ეშმაკით ამას ნიშნავს. მაგრამ ამ ქალთან მიმართებაში ასეთ რამეს ჩვენ ვერ ვხედავთ. უძლურების სული ჩასახლებული მასში არის ეშმაკის ზემოქმედება, მაგრამ ეშმაკისეული ქალი არ არის იმ კლასიკური გაგებით, რასაც ჩვენ ვხედავთ სხვა შემთხვევაში. ავიღოთ მეორე ეშმაკისეული. ლეგიონი, რომელსაც ქვია, ღადარინელი ეშმაკისეული. დარბის ქუჩა, საფლავ და ჯაჭვებით აბავენ, მაგრამ წვეთს. ესეც ჩვენ ამას წინათ ვისაუბრეთ და გავმარტეთ შეძლების დაგვარად. აი ესეთი ეშმაკისეულები. მაგრამ ეს დედაკაცი ასეთი ეშმაკისეული არ არის. აი ეს არის ერთგვარი ამოგდებული ვარიანტი განკურნების. ამიტომ თქვი ჩვენ, რომ მიუხედავად თავისი ბანალური თხრობისა, ძალიან ღრმა დაკვირვება შეიძლება ვაწარმოოთ. ეს ერთი და მეორე. ეს დედაკაცი არ სთხოვს განკურნებას მაცხოვარს. თუ სხვები მიდიან და სთხოვენ, რომ აღმედგინე ჩემი შვილი, განკურნე ჩემი ასის თავი რომ იდის, მონა განკურნე ჩემი შვილი, განკურნე, აღადგინე, ეს დედაკაცი სისხლმდინარე მიდის ეხება. ეს ქალი დაღონებული არაფერს არ ეუბნება. მისი ერთი სიტყვაც არ არის სახარებისეულ თხრობაში. ალბათ იმიტომ რომ ის ვერ ხედავს მაცხოვარს. მიწისაკენ იყურება ის ქალი 18 წელი. და როგორ მივიდოდა მაცხოვართან და როგორ სთხოვდა, რომ შენ მე განკურნე თუ კი შეგიძლია. ვერავის ვერ ხედავს. მთელი ყურადღება არის მიპყრობილი მიწისაკენ. აი ესეც მეორე უჩვეულო მდგომარეობა სხვა განკურნებებთან შედარებით. მაცხოვარი ადებს ხელს და კურნავს. და რისი მიმანიშნებელია ეს ყველაფერი? პირველი, ესე იგი, ეშმაკისეულობისა, რატო არის ასეთი მდგომარეობა, რომ ეს ქალი არ არის ეშმაკისეული, მაგრამ ეშმაკით შეპყრობილია. და მეორე, არ სთხოვს, არ ძალუც უფრო სწორად და მაცხოვარი კურნავს მას. რაღაცისადმი არის მიმართული ჩვენი გონება. ტყუილა, რა თქმა უნდა, აქ ჩაწერილი არ იქნებოდა სახარებაში, როგორი უბრალოდ არ უნდა ჩანდეს ერთი მხრივ. რისკენ მიმართულია ეს თხრობა? ალეგორიულად, სიმბოლურად, მისტიკურად, საიდუმლოებითად, რომ ავიღოთ, ეს დედაკაცი არის სიმბოლო მთელი კაცობრიობისა. ადამიდან დაწყებული ვიდრე ქრისტეს მოსვლამდე. რატო არის სიმბოლო მთელი კაცობრიობისა? სამოთხეში ყოფნის ჟამს, ადამს ღმერთობის იმედით დაღონებულს ხდის ეშმაკი. ესე იგი, ეუბნება, თქვენ ღმერთები იქნებით. ღმერთის გარეშე იქნებით ღმერთები. შეცდა კაცი ამ შემთხვევაში დედაკაცის და მამაკაცის შეცდნენ ისინი და იმის ნაცვლად, რომ ღმერთი დაენახათ, თუ მანამდე ზე აღპყრობილები იყვნენ ისინი, ანუ წელში გამართულები იყვნენ, ოღონ წელში გამართულობა პირდაპირ გაგებით კი არ იგულისხმება. შეეძლოთ ღმერთის ხილვა. წელში გამართულობა ამას ნიშნავს. ღმერთთან პირდაპირ ურთიერთობა თუ შეეძლოთ მანამდე, ეშმაკის შეპყრობილობით, როგორც ამ დედაკაცთან მიმართებაში, ადამი და შემდგომში მთელი მისი შთამომავლობა ზემოთ კი აღარ იყურება. ქვემოთ დედამიწისაკენ მხოლოდ და მხოლოდ.
მხოლოდ დედამიწისეული ფასეულობები კაცობრიობისთვის ხდება უმნიშვნელოვანესი. რამდენს ვიშოვი მე, რამდენს წავგლიჯავ სხვას, ცხოველის მდგომარეობაში ვარდება. ცხოველს მეტი არ აინტერესებს. ხარი, ძროხა, ღორი, ვირი ზე ახილვას არ ახდენენ. ღმერთო მიშველე, სამუდამო ცხოვრება არ აინტერესებთ ეს. იმიტომ რომ მთელი ყურადღება ცხოველისა მიმართული არის ქვეყნისაკენ, დედამიწისაკენ. რა ვიშოვო, რა ჩავიცვა, ცხოველს ახლა ჩაცმაზე არ ფიქრობს. ვის წავართვა? აი დედამიწისეული მდგომარეობა და პლატონი ჯერ კიდევ მე-5 საუკუნეში ქრისტეს შობამდე ამბობს თავის სახელმწიფო აქვს ესეთი დიალოგი დაწერილი, ესეთ რამეს ამბობს. რატომ არის ჩვენ შორის ომები? კაცი არის წარმართი, ქრისტიანობა არ ესმის. არც იყო ქრისტიანობა მაშინ. ქრისტეს შობამდე ცხოვრობს. იმიტომ არის ომები ჩვენ შორის, რომ ადამიანი გაუმაძღარია. სხვისი ჭირდება თვითონ აქვს, მაგრამ უფრო მეტი გაფართოება. ამიტომ ქრისტიანობაში ამაზე პასუხი არ არსებობს. პლატონთან პასუხი არ არის. რატომ არის ასეთი ადამიანი, რომ გეკითხათ, თავისი ფილოსოფიური ახსნა ქონდა მას. ძალიან საინტერესო, ამას არ შევეხები დღეს. ქრისტიანობა მიცის, რომ ეს ყველაფერი, ეს ამ სოფლისადმი მიჯაჭვულობა არის ეშმაკის მიერ შეთავაზებული არჩევანიდან გამომდინარე დაღონებულობა, ანუ თავ დახრა მხოლოდ და მხოლოდ მიწისაკენ. და თუ მე მხოლოდ მიწიერი მაინტერესებს, რაც მიწიერს ემსახურება, ყველაფერი ჩემთვის ღმერთია. და ამიტომ ეს ყველაფერი არის ეშმაკის შემოთავაზებული. გინდა ღმერთობა? იყავი ღმერთმა უთხრა. ოღონდ აი ესეთი დაღონებული ღმერთი იქნები. სხვას წასტაცებ, მოპარავ, განადგურებ. და დღესაც ამ მდგომარეობაში იმყოფება. ვინც ქრისტიანობას იაზრებს, იმას გაცნობიერებული აქვს, რომ ეს არ შეიძლება. მაგრამ ცხოველურ დონეზე მყოფი ადამიანი, რა თქმა უნდა, წელ მოხრილია ყოველთვის. იმას ზე ახილვები არ აინტერესებს. იქ ღმერთი, სამუდამო ცხოვრება, სამუდამო ფასეულობები. ეს არ მაინტერესებს მე. მე მაინტერესებს ქვედახრილობა, იმიტომ რომ ხედავ მხოლოდ და მხოლოდ ჩემ წინ რა არის. მხოლოდ დედამიწას. და მეორე მხარე, ეს გასაგებია შეპყრობილი ადამიანის მდგომარეობა გასაგებია. ეხლა მეორე, მაცხოვარი მოდის და ეხება ამ დედაკაცს. ჩვენ რა ვთქვით თავიდან, რომ დედაკაცის სიმბოლო, სახე სიმბოლო არის მთელი კაცობრიობისა, ადამიანიდან მოყოლებული კაცობრიობისა, ვიდრე ქრისტემდე. ეხება მაცხოვარი, არა სთხოვს ეს დედაკაცი, არ შეუძლია რომ სთხოვოს. ვერ ხედავს და მაგიტო. ეხება და კურნავს და კვლავ აღადგენს დასაბამიერ მდგომარეობამდე. ასე მოხდა ქრისტეს განკაცებისა, ჯვარცმისა და აღდგომის შედეგად. მაცხოვარი ეხება თავისი ნებელობიდან გამომდინარე კაცობრიობას მანამდე ქრისტემდე არ შეეძლო საკუთარი თავის განკურნება. კვლავ დანახვა მარადიული ფასეულობების არ შეეძლო. ამიტომ ეს დედაკაცი სიმბოლო კაცობრიობის არის დაღონებული თავის საქმეშია მხოლოდ. მხოლოდ დედამიწა აინტერესებს, სხვა არაფერი არ უნდა. და მაცხოვარი
თავისი საღვთო ნებელობით შეიძლება ვთქვათ, რომ ეხება კვლავ აღადგენს და ეუბნება სხვაგვარად კაცობრიობას. გეყოფათ ცხოველური ცხოვრება. ადამიანი თავდაპირველ პატივში როცა იყო, აი ეს არის ადამიანური ცხოვრება. ის, რასაც თქვენ ფიქრობთ, რომ ადამიანური ცხოვრება ცხოველურია სინამდვილეში, დაღონებული ცხოვრებაა, გაუმართავი წელში და უნდა აღდგეს კაცობრიობა. უნდა ზე აღიხილოს ღმერთისაკენ და დაიცვას ის მარადიული ფასეულობები, რითიც განირჩევა კაცობრიობა ცხოველებისაგან. აი ეს არის ძალიან მოკლედ ის საღვთისმეტყველო ქვეტექსტი, რაც დღევანდელ დღეს წავიკითხეთ ჩვენ. ერთი მხრივ შეპყრობილი დედაკაცი, მაგრამ ეშმაკისეული არ არის, დაღონებულია მხოლოდ და მეორე, მაცხოვრის შეხებით მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის შეხებით შეგიძლია შენ ადამიანი გახდე. ჰუმანურობა თავისი ცალკე აღებული იდეალებით უნდა ვიცოდეთ ეს დოგმატად. ღმერთის გარეშე არის საცხოველეთი. როგორი ჰუმანური არის, ამბობენ ადამიანები. ჰუმანურობა თუ კი მარადისობაში არ განიჭრიტება, რჩება ცხოველურ სიყვარულად. ძმებ კარამაზოებში დოსტოევსკი ერთ-ერთი პერსონაჟის თქმით ასეთ რამეს აყალიბებს. მე ვერ ვიგებ, რატომ უნდა ვაფასებდე ჩემ ცხოვრებას ან შენსას, თუ კი მარადისობა არ არსებობს. აი, როგორი ლაკონიური თქმა არის. მაგრამ რო განჭრიტო ქრისტიანული კუთხით, მთელი ქრისტიანობა იგულისხმება. რატო უნდა მიყვარდე მე შენ, როდესაც მე და შენ ცხოველები ვართ მხოლოდ? რატო მე პირიქით, რასაც მე შენგან მოვიპოვებ, ჩემთვის უფრო კარგია და სიყვარული გაცემაა. რატო უნდა გავცე მე? თუ კი მე და შენ ცხოველები ვართ მხოლოდ და მხოლოდ. აი, როცა ცხოველები არა ვართ, ეს იდეა არის ღმერთის იდეა ჩვენში. ღმერთკაცის იდეაა ეს. აქედან გამომდინარე ჰუმანურობა იძენს თავის თავდაპირველ საღვთო შინაარს. თუ მოცილებულია ღმერთს, მე ვერ ვიგებ, რატო უნდა მიყვარდე შენ. ან რას ნიშნავს ის, რომ რასაცა გავცემ შენია, რაც არა დაკარგულია. სად არის აქ ლოგიკა? მე პირიქით, რასაც შენ წაგართმევ, ის იქნება ჩემი, თორე რასაც გასცემ რატო? მაგრამ შოთა ხო დიდი ღვთისმეტყველო ფილოსოფოსი იყო და ეს იცოდა, თუ კაცობრიობა ცხოველთა ჯოგი არ არის და იმიტომაც არ არის, რომ ღმერთ კაცთან შეერთებულია. ღმერთ კაცმა მოიტანა მარადიული ფასეულობები. თუ ესე არ არის, მაშინ შენ მე ბუნებითად არსობრივად არ უნდა მიყვარდე. პირიქით, კი არ უნდა მოგცე, უწაგართვა. ცხოველები ერთმანეთს ართმევენ და ადამიანები ერთმანეთს აძლევენ. და რატო? ხატებაა ღვთის ადამიანი. გაუცნობიერებლად შეიძლება, მაგრამ მაინც ესმის სიყვარული. მაგრამ თუ შეეკითხები, რატო უნდა გიყვარდე ან რატო უნდა მიყვარდე, როცა ჩვენ წარმავლები ვარ და მხოლოდ წუთის სოფელშია ფასეულობები, პასუხი აღარ არის. თუ ეს მარადისობაში არ გადადის, მაშინ პირიქით, მე განკუთვნილი რომ აქვს 60-70 წელი, იქამდე მე უნდა წაგლიჯო, რაც მე შეიძლება მეტი.
ჩემშვილებს დაუმატო მე და დაუტოვეს წაგლეჯილი. და ისინი სხვას წაგლეჯან და ესე მთელი ცხოვრება. ასე რომ მარადიული ფასეულობები ყოველთვის მარადისობაში გარდამავალია და არა აქ დასრულებადი. დააგლოცოთ ღმერთმა და მოგცეს უფალმა როგორც ყოველთვის აღნიშნავთ ხოლმე გული გონიერი.